კოსმეტიკისა და პარფიუმერიის კომპანია ლამბრეს წარმომადგენელი საქართველოში სოფიო შუბითიძე. კომპანია ლამბრე ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ პრემიუმ კლასის პროდუქციის წარმოებაში. გამარჯობათ, მე გახლავართ ელადა ხამეთ. თანამშრომლობ კომპანია ლამბრესთან უკვე მეორე წელია და ამ მცირე ხანში კომპანია ლამბრე ჩემი ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი გახდა. მე ამაყი ვარ ამ დიდი ოჯახის წევრობით და რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქცია, რა თქმა უნდა, რომელიც თვითოეული ქალის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. იგი თავისი უმაღლესი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით არც ერთ მანდილოსანს არ დატოვებს გულგრინს. საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. კომპანია ლამბრე მაძლევს საშუალებას გამოვიყურებოდე ლამაზად და არა მარტო ზრუნავს ჩემ სილამაზეზე, არამედ საუკეთესო შემოსავლის წყაროა. მე ვურჩევ ყველა ქალბატონს მოსინჯოს ჩვენი პროდუქცია და ჩაერთოს აგრეთვე ჩვენ ბიზნესში. როგორ გითხრათ, ლამბრეს შემოსავალი არა მარტო ჩვენ გვაბედნიერებს, არამედ იგი უამრავი გაჭირვებული ოჯახის დამხმარედაც გვევლინება. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი 28 იანვრის ღონისძიება, რომელიც მთლიანად ეკუთვნის უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. გარდა ამ ღირებულებისა, კომპანია ლამბრეს კიდევ უამრავი ღირებულება გააჩნია. ერთ-ერთი მათგანია საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვა უდიდესი სოციალური და ფიზიკური გაჭირვების მქონე ადამიანთა დასახმარებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მისი გაღებული მადლი უკვე საქართველოს ფარგლებს შიგნითაც შემოვიდა. მე როგორც ერთ-ერთი დირექტორი საქართველოში სოფიო შუბითიძე გრძნობ პასუხისმგებლობას და ვერთვები კეთილ საქმეში. სიკეთის ჯაჭვში, რომელიც შექმნა კომპანია ლამბრე. უკვე მეორე წელია კომპანია ლამბრე საქართველოში ამზადებს მსგავსი ტიპის ღონისძიებას. კომპანია ლამბრე საქართველოში გასულ წელს უკვე დაეხმარა ფონდი იმედის ხელის ბენეფიციარს ნიკოლოზ ჯანელიძეს, პატარა ბიჭუნას, რომელსაც გარკვეული თანხა ესაჭიროებოდა მკურნალობის გასაგრძელებლად. მე ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით და შარშანდელი ჩვენს მიერ შექმნილი დღე კომპანია ლამბრეს ინიციატივით შედგა. მე ვარ ნიკოლოზ ჯანელიძის დედა. ნიკოლოზ დაბადებიდან მქონდა სიმსივნე ტერატომა, გაუკეთდა ოპერაცია. ძალიან დიდი რესურსები დაიხარჯა ნიკოლოზის ჯანმრთელობისთვის დღემდე. მადლობა შევხვდი ყველას, ვინც კი დღემდე დამხმარებია, განსაკუთრებულად კომპანია ლამბრეს, რომელმაც შარშან 28 იანვარს გაკეთებული ღონისძიებიდან დაგვიფინანსა სრული ერთთვის კურსი. ჩვენ თანამშრომლობთ ფონდთან იმედის ხელი, რომელიც გამოვარჩიეთ უდიდესი პასუხისმგებლობით დაკისრებული საქმისადმი და კეთილ სინდისიერებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. პირველ რიგში მინდა ლამბრეს მივულოცო იმ დიდი ოჯახის გაერთიანების 2 წლის თავი. და მადლობა მინდა გადაუხადო კომპანია ლამბრეს, რომელმაც შარშან 28 იანვარს შემოსული თანხიდან ჩვენ ბენეფიციარ ნიკოლოზ ჯანელიძეს დაეხმარა ფინანსურად. საქველმოქმედო ფონდი იმედის ხელი, როგორც მოგეხსენებათ, მძიმესნეულებით დაავადებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება. ჩვენ ვცდილობთ ყოველწლიურად წინა საახალწლოდ დავეხმაროთ ასევე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. ჩვენ შევქმნით ვიდეო სოციალური გოლი, რომელიც ყველა ტელევიზიის სარეკლამო ბადეში გათავსდა, რომელსაც თქვენ ახლა იხილავთ. ამ პროექტს, საქველმოქმედო პროექტს შემოუერთდა კომპანია ლამბრე, რომელიც დღევანდელი საღამოდან, ან 28 იანვრის საღამოდან ჩვენ დავეხმარებით უკიდურესად გაჭირვებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ ცხოვრებელ ვაგონებში, ფიცრულებში და მათთვის ყოველივე მცირე დახმარებაც კი მნიშვნელოვანია. ჩვენ რო გავუშვით წინა საახალწლოდ ეს ვიდეო სოციალური გოლები, გამოხმაურება იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი. კომპანიები, ფიზიკური პირები და ჩვენ უშუალოდ ვაკავშირებდით იმ ოჯახებთან, ვისაც დახმარება ესაჭირებოდა და თავად ეხმარებოდნენ პროდუქტები და სხვადასხვა სახის დახმარებას აღმოუჩინეს.
დღევანდელი საღამოდან შემოსული თანხა, რაც იქნება, ჩვენ ამ სხვა თანხებთან ერთად გავაერთიანებთ და შევიძეთ მრავალ სხვადასხვა სახის პროდუქტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და დავეხმარებით რამოდენიმე იმ ოჯახს, რომელსაც კიდევ ერთხელ ვახსენებ, თქვენ ახლა სოციალურ ვიდეო გოლს თქვენ ახლა იხილავთ. მოდის ახალი 2017 წელი. მივმართავთ ყველა ბედნიერს. თქვენს იქით სხვა სამყაროა. სამყარო, სადაც ბავშვებს არ აქვთ სახლი, სითბო და ნაძვისხე. თქვენ შეგიძლიათ ამ პატარებს 2017 წელი ბედნიერების წლად უქციოთ. თქვენს მიერ გაღებული მცირედი მოწყალებაც ბედნიერებას მიანიჭებს მათ. დარეკეთ ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ტელეფონიდან ნომერზე 09070599. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ერთად შევაბიჯოთ მათ ოჯახებში. ერთად გავხდეთ მათი ბედნიერი თვალების მიზეზი. ნებისმიერი სახის დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს ხელხაზზე. საქველმოქმედო ფონდი იმედისხელი. დილოს დასახლებაში ვცხოვრობთ, უკვე მეხუთე წელია ვაგონში ვცხოვრობთ, 800 ვართ. ქარის დროს ვაგონი გონია აკვანივით არის, თანაობს. სოციალურის გარდა ჯარს ვაგროვებ, პლასმასებს ვაგროვებ. ეს არის ჩვენი კუხნაც, ეს არის ჩვენი საძინებელიც, ეს არის ჩვენი აბაზანიც. ყველაფერი არის ეს. სადაც თქვა ეკონომიკის სამინისტროს მიწაზე დგა ეგ ვაგონი. მე ახლა პოლიდან დიდი ხვრელებია ბავშვთან, ჩემ პატარასთან ამოდიოდა მთელი ზაფხული თავი. ერთადერთი ვთხოვ აი მთავრობას, რომ ან მიწა, ავაშინე, აი რაღაცას მივაშინე. ტიროდი კიდევაც. რა ბავშვთა სახლს გირჩევენ, ბავშვთა სახლში ჩააბარო, ჩემი მოლივით რომ დაბაწვინო ფსიქიატრიის კლინიკაში. რისთვის? სადაც ამდენი წელი ჩემს გვერდით იყო, ეხლა დავაწვინო. ვისიც მითხრეს, რომ შეიძლება სოციალურიდან მოვიდნენ, ბავშვები წაგართვანო, აი ესეთ მდგომარეობაში ცხოვრობ. ნუ რა ვინ ურჩევნია, ნუ რა ვინ მოვიდეს, რომ მოკლა ნებისმიერს, მოკლა ვინც შეეხება ჩემს შვილს. ვცდილობ, ყველაფერს ვცდილობ. ყველგან და მუშაობდი, დრო იყო მუშაობდი, ბიზნეს ვალაგებდი. პატარა მყავს, ეხლა ნახეთ პატარა კიდე შეგვეძინა. ჩემი მული აი ვერანაირად ვერ მივიდეს. არაფერი არის, აი საერთოდ აი ბავშვის მული არის. პირველი ბავშვიც მე გავუზარდა. ფსიქიკურად დაავადებული. კი, ჩემი მული ფსიქიკურად დაავადებული. სკოლაშიც ჩემი პროზგოგოს პოლიცია წავიდა შუშელისგან. სასწრაფო გამოუძახა მე მასწავლებელმა გემოგლობინი აუღეს და თქვეს, რომ შუშელის გამო აქვს ეს ყველაფერი. არც სამათხოვრად არ გავუშვებ და არც არაფერს ისეც არ გავუკეთებ, რომ ჩემი შვილები დაიჩაგრონ, რაც გინდა იყოს, სულ არაფერი ქონდეს, უნდა იაროს სკოლაში. სხვა გზა არ აქვს. წარმოიდგინეთ ერთ ოთახში 800, წარმოიდგინეთ. სადაც არც წყალი გაქვს, არც გაზი გაქვს, არ ვიცი, რა გავაკეთო, მითხარით, გავაკეთო, არ ვიცი, რა გავაკეთო. გამიჯერეთ 15 წლის განმავლობაში ჩემი ბავშვები ახალწელი არიციან რა არის. ჯერ დაბადების დღე არიციან. აი აქ ის მოიყვანა. ანაი აქ რას გააკეთე. სოციალური რომელიც 200 ლარს ვიღებ, მე რა გავაკეთე. ბავშვს ვაჭამო თუ ახალწელი. აქ რანაირი ახალწელი გავაკეთე, მითხარით. ნაცნობი ელემენტარული რო ვიყიდოთ, თქვათ, ვიყიდე, საცავებო. აი სადაც ხო ხედავთ რომ ჩვენი ადგილი აღარ არის.